და ახლა ბოლო ინფორმაცია ცხელი წერტილიდან უკრაინის აღმოსავლეთით მობილიზებული რუსი მებრძოლები პოზიციებს იძლიერებენ. ლუგანსკის აეროდრომი უკვე დატოვეს უკრაინელმა სამხედროებმა ამ დროისთვის ტერიტორიას მთლიანად რუსები აკონტროლებენ. ანალოგიური ვითარებაა დონეცკის აეროპორტშიც. კრიზისის განმუხტვა ახლა მინსკში მიმდინარე შეხვედრაზეა დამოკიდებული, სადაც რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად უკრაინელი სეპარატისტებიც იმყოფებიან. თუმცა თვითგამოცხადებული დონეცკის ეგრეთ წოდებული ვიცე-პრემიერი მოლაპარაკებაზე საკუთარი პირობებით არის ჩასული. უკრაინულმა არმიამ ლუგანსკის აეროპორტზე კონტროლი დაკარგა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის ცნობით საარტილერიო ცეცხლის სიზუსტის მიხედვით მას პროფესიონალი რუსი სამხედროები ახორციელებდნენ. ამ დრომდე ბრძოლები გრძელდება დონეცკის აეროპორტთანაც. ადგილობრივი მედიის ცნობით ანტიტერორისტული ოპერაციის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული ძალების სატანკო ბატალიონები იბრძვიან. შტაბში კი აცხადებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე 1600-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. რუსეთი აგრძელებს მდგომარეობის გამწვავებას უკრაინის ტერიტორიაზე. 38 შეტაკება მოხდა ბოლო ერთი დღის განმავლობაში. მთელი ღამე ასევე იბომბებოდა უკრაინელების პოზიციები რუსი ტერორისტების არმიის მიერ ურაგანის და სხვა საშუალებებით. ბევრი უკრაინელი სამხედრო ყავთ მძევლად აყვანილი და მათ დამამცირებელ ვიდეოებს ავრცელებენ ან კადრებს. ტერორისტებმა ასევე დაცხრილეს ლუგანსკის ოლქის რამდენიმე ქალაქი. აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე დაპირისპირების ფონზე დღეს მინსკში უკრაინის საკითხზე სამხრივი საკონტაქტო ჯგუფი შეიკრიბა, რომელსაც სეპარატისტებიც ესწრებიან. თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები მასზე 9 პუნქტიანი წინადადებით მივიდნენ და აღნიშნული რეგიონებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას მოითხოვენ. ეს მოლაპარაკებების დაწყებითი სტადიაა. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ შეხების წერტილები იმისთვის, რომ შევამციროთ მსხვერპლი, საომარი მოქმედებები. ჩვენ ჩამოვიტანეთ წინადადებები იმისათვის, რომ დაიწყოს რაიმე სახის საკონსულტაციო მოლაპარაკებების პროცესი. საკუთარი დამოკიდებულება აღმოსავლეთ რეგიონების შესახებ კიდევ ერთხელ დააფიქსირა რუსეთის პრეზიდენტმაც. აუცილებელია დაუყოვნებლივ დაიწყოს სუბსტანციური და კონკრეტული მოლაპარაკებები, არა ტექნიკურ საკითხებზე, არამედ საზოგადოებისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის სახელმწიფოებრიობის პოლიტიკურ ორგანიზებასთან დაკავშირებით, რომლის მიზანიც უდაოდ იქ მცხოვრები ადამიანების კანონიერი ინტერესების უზრუნველყოფას მოემსახურება. განსხვავებულად ფიქრობენ კიევში. დედაქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსულმა არმიამ ნიღები ჩამოიხსნა და ახლა საერთაშორისო საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს. ეს პირდაპირი ინტერვენციაა. თავიდან მოიგონეს დაკარგული ჯარისკაცების ისტორია. ახლა ნიღბები მოეხსნა და ჩვენ ვლაპარაკობთ რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრაზე. დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად იქნება საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაქცია და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელების გარდა არავინ არ დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტს და მთლიანობას. რუსული აგრესიის საპასუხოდ ევროკავშირი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას გეგმავს. გერმანიის კანცლერის განცხადებით კონფლიქტი მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს და ამ მხრივ სანქციების დაწესება გამართლებული ნაბიჯია. ჩვენ ვერ შევეგუებით რუსეთის ქმედებებს, ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია მომზადდეს შესაბამისი სანქციები. ვფიქრობ, რომ ზიანი, რომელიც შესაძლოა მოგვადგეს ჩვენ ამ სანქციების გამო, არ იქნება იმაზე უფრო რთული, ვიდრე ზიანი უმოქმედობისგან. უკრაინაში განხორციელებული ქმედებების გამო რუსეთის მიმართ სანქციები უკვე გაამკაცრა ავსტრალიამ. ქვეყნის პრემიერის ტონი ებოტის განცხადებით, კონფლიქტის შედეგად აღნიშნულ რეგიონში ბოლო მონაცემებით სულ მცირე 2500 ადამიანია გარდაცვლილი და მასზე პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვმა უნდა აიღოს.